მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ გადარჩება ის, ვინც ქრისტეს მიიღებს ღმერთად. რომ ქრისტიანობა არის თუ არა ტანჯვა. რითაც კმებოდა, იმით იტანჯებოდა. რაში მჭირდება მე ზოგადად რელიგია, თუ თვლი რომ ისე რაც კარგი ადამიანი. აი, კარგი ადამიანი რო ხარ, ვისაუბროთ ქართველზე. აი მაგალითად რამდენად არის თანასწორობა დღეს ქრისტიანობაში დაცული. ხალი არის კაცის მსახურად გაჩენილი. მოგწონს? არა რა თქმა უნდა. გიორგი შენ ამას ცნობიერად აკეთებ, თუ იმიტომ აკეთებ, რომ მე რაღაცას ეულტები და ნებისმიერმა იცის რა არის ცოდვა, რა დააშავა. საპატრიარქოში არ იქცევა კარგად ამის გამო შენს რწმენაში შეიძლება შეირყე. იქ არ არის ადამიანის თავისუფლება, იქ არ არის ადამიანის თანასწორობა. გარეთ ხალხს წემდი მე ტაძარი ავაშენე და ამით მადლობებს მიხდიან. ეს სინდისია მაშინ, რასაც ამას ხო, აი სინდისი ეგ საინტერესო საკითხია სინდისი. მაგალითად ისლამის რჯულის ქონეს სხვა რაღაცაში აწუხებს სინდისი. თუმცა ეს ყოფრო კულტურული სხვაობებია და არა ღირებულებების ნაწილში. კულტურა მოდი ცნობიერებიდან. აი მღვდლობა არ არის პატივი. პატივად მიიღეს. აღსარება არ არის პატივი. და ჩვენ როგორ უნდა ვიგრძნოთ სული რო გტკივა. მე რო ვთქვა რომ კი ყველაფერი კარგად იქნება. ეგ ქრისტემ უნდა თქვას რომ მე კი არა. მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვაქვს გადაცემა განსხვავებულ ფორმატში. ჩემი დიდი სურვილიც იყო და მისმინეს მონდომებით ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ ჩვენამდე მოსულიყო ახალგაზრდების შეკითხვები, რადგან ჩვენ ძალიან გვაინტერესებს მათი პრობლემები სულიერებაში, თუ რა ინტერესებთ, თუ რა მიმართულებით სურთ ჩვენი საუბარი და ჩვენი საუბარი რო არ იყოს აცდენილი მათ სურვილებს, ამიტომაც ეს გადაცემა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამავდროულად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს გამოადგებათ ცხოვრებაში. და თუ თქვენგანი, ვინც ახლა გვისმენთ, თუ რამე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მოგმართოთ, შეგიძლიათ ვკითხოთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რადგან ჩვენ მზად ვართ ყოველთვის გიპასუხოთ. ეს ფუფუნება მე ჩემს ახალგაზრდობაში არ მქონია, მე არ მქონია იმის საშუალება, რომ აი ესე დამჯდარიყავი მღვდელთან და მღვდელს ჩემთვის ნებისმიერ კითხვაზე ეპასუხავ და ეს თუ შეიძლება ითქვას, ფუფუნება გააქვთ თქვენ, ჩვენ აგერავართ, აქ არიან მამები და ნებისმიერ კითხვაზე მზად ვართ გიპასუხოთ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ამა თუ იმ საქმეში გამოცდილება გვაქვს მიღებული. ამიტომ ჩაერთეთ მსმენელებს გეუბნებით, ვინც ახლა გვისმენთ, ჩაერთეთ თქვენც და შეგიძლიათ გკითხოთ თქვენი ტკივილი და თქვენი გნებავთ საჩივარი ჩვენს მიმართებაში. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და სწორად აღნიშნეთ, რომ ნამდვილად ფუფუნებაა, რომ იყო აქ და დავსვა ნებისმიერი კითხვა. მე გიორგი ვარ 24 წლის და ალბათ არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა, რომელიც დავიბადე აქ, ცხოვრობა აქ და ვარ აქტიური, მგონია რომ აქვს სწორი სამოქალაქო პოზიცია და აი განსაკუთრებით ამ კუთხითაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ, რომ შარშან განსაკუთრებით როცა ეს აქტიური დარბევები იყო, მე სულ მქონდა ეს პროტესტის განცდა, რომ სად არის ახლა სამღვდელოება და რატო არ დგას ჩაგრულების გვერდით ჩვენს გვერდით, თან მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ძმები არიან, გვირტყავდნენ, გვიმეტებდნენ აბსოლუტურად მშვიდობიანად მდგარ მოსახლეობას და როცა თქვენ დაგინახეთ და ხშირად ხედავთ ხოლმე რუსთაველზე, აქ რო არ გამეცანი, ცოტა მერიდებოდა თქვენთან მოსვლა, რაღაც ისეთი ის ქონდა და აი მაგისთვის ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ
სწორ ადგილას დგახართ და მადლობელი ვარ თქვენი მაგალითისთვის, არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ ზოგადად სამღვდელოებისთვისაც, რომ ეს არის ადგილი, სადაც დღეს ეს ადამიანები უნდა იდგნენ. ზოგადად კითხვები რაც მომამზადე არის დაფუძნებული იმაზე, რომ ეხლა ვარ სრულად დაბნეული, რაც ალბათ ნორმალურია ამ ასაკში და ვარ თვითშემეცნების გზაზე და მე ვფიქრობ, რომ თვითშემეცნების გზაზე ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაწუხებ, შეიძლება დაისვას. და ეს კითხვები ახლა ცოტა ჩემი ისტორიაც რომ მოგიყვეთ, როგორ მოვედი აქამდე, მეგონი მნიშვნელოვანი იქნება, რამე თუ მეც ეს კითხვები დაუფუძნე ამას. პირველად ჩემი შეხება როგორც ასეთი ეკლესიასთან უფრო ცნობიერი ასაკიდან იყო 7 წლიდან, რომ რამდენი ცნობიერი ასაკი აქვს სხვა კითხვა, მაგრამ კითხეს ეგეთი რაღაც, რომ გახდები თუ არა სტიქაროსანი, როცა ეს არც ვიცოდი რას ნიშნავდა, ვიყავი 7 წლის და მაშინ თქვი რომ კი რატომაც არა. და ჩამოწვა სტიქარი, რომ ცხადია ეს მაშინ უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე რაიმე გაცნობიერებულს. მე სადღაც 16-17 წლის რო ვიყავი, მქონდა რაღაც ესეთი ეტაპი, რომელიც ჩემთან ალბათ არ იყო სწორად მოსული, რომ მეთქი გიორგი შენ თუ მე უნდა მოხვდე სამოთხეში და აქ რაღაც ჭეშჩუალბები უნდა შეასრულო, ამას ძალიან ისე სერიოზულად მივდექი და მაგალითად 7 გზის ლოცვას ხოლმე დილის 6 საათზე რო არის ერთი წასაკითხი, ვაყენებდი ხოლმე მაღვიძარა სკოლამდე, ვდგებოდი 6 რო წუთები აკლდა, მაშინ ვლოცულობდი და მე ძილს ვაგრძელებდი ხოლმე. ან დილის და საღამოს ლოცვებს კითხულობდი ხოლმე სრულ ლოცვებს. დილას 20 წუთს, საღამოს 10 წუთს, ამას უთმობდი. მარხულობდი ხოლმე არა მხოლოდ მარხვის პერიოდში, არამედ ისეც ოთხშაბათი პარასკევი და მე ნეონილა რო გავიზარდე, ჩემ თავს დაუსვი ის კითხვა, რომ გიორგი შენ ამას ცნობიერად აკეთებ, თუ იმიტომ აკეთებ, რომ მე რაღაცას ელოდები და თუ მაშინ რაღაცას ელოდები, ის არ უნდა გააკეთო, რაც აკეთებ. და ამიტომ აქ დაიწყო ჩემთან ერთგვარი გადააზრების პროცესი, რასაც მე როგორც ასეთი გაუცხოებას არ დაუძახებდი, მაგრამ დაუძახებდი ამ გადააზრებას იმ კითხვების დასმის, რომ შენ რამდენად გულწრფელი და ნამდვილი ხარ, რასაც აკეთებ. მეორე ამბავი რაც ამას შემოვიდა იყო ის რასაც ვხედავდი. მე ზოგადად არ მიყვარს რომ აი ვთქვათ რომ აი ვიღაცა თუ ვთქვათ სხვა საპატრიარქოში არ იქცევა კარგად ამის გამო შენს რწმენაში შეიძლება შეირყე, იმიტომ რომ შენ აბსოლუტურად შენი პასუხისმგებლობები გაგაჩნია, მაგრამ ცხადია ამ გარკვეული გავლენა იქონია ჩემზე, რასაც ვხედავდი რომ და ძალიან გამაბრაზა იმ ფარისეულობამ ხოლმე რაც ხდებოდა რა, რომ აი მაგალითად თავის დაკმაყოფილება იმით, რომ მე ტაძარში დავდივარ, ანაგერ გარეთ ხალხს წემდი, მე ტაძარი ავაშენე და ამით მადლობებს მიხდიან, რომ ეს გავაკეთე და ამან ცოტა გამაბრაზა და ერთგვარი პროტესტი გამიჩინა. და დღეს იმიტომ არის ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეს გადაცემა, რომ ის კითხვები, რაც აი ამ გაცნობიერების გზაზე, რომ შეუდგე არა ბრმად რაღაცის კეთებას, არამედ პირიქით გააზრებოდი და მაშინ ახლა თავს მე კარგად გუძნობდი ამას რომ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ჩემი თავი მაჯილდოვებდა, რომ აი შენ რომ არ ხულობ, შენ რომ ამ რიტუალებს იცავ, თითქოს ეს საკმარისი იყო, მაგრამ მე ეს ახლა კითხვები რაც მიჩნდება არის სწორედ ამ გადააზრებაზე დაფუძნებული. და ზოგადად მეც ვესაუბრე სხვა ახალგაზრდებს და ვეცადე რომ ერთგვარად მათთანაც მომეგროვებინა ეს კითხვები და აი საერთო რაღაც ამომერჩია კითხვები, რომელიც შემოს ხუცად საინტერესო იყოს. ზოგადი თემა ახლა კითხვები, რასაც მოვარგი, არის ახალგაზრდების, აი თანამედროვე ახალგაზრდების ურთიერთობა ეკლესიასთან და ქრისტიანობის მთავარ გაგებასთან. და პირველი კითხვა, რაც რითიც მინდა რომ ჩვენი საუბარი გავხსნა, არის ის თუ რაში მჭირდება მე ზოგადად რელიგია, თუ თვლი რომ ისე რაც კარგი ადამიანი. აი მაგალითად, სად შეიძლება მე ჩემს ყოველდღიურობაში ან ერთმა რიგითმა ახალგაზრდამ იპოვოს თანაკვეთა რელიგიასთან. ან აი რა ურთიერთობა შეიძლება გქონდეს რელიგიასთან და რითი იყოს ეს შემავსებელი ჩვენს ყოველდღიურობაში. საინტერესოა, მე აქ თქვენი კითხვიდან გამოვყობდი იმ სიტყვას, რომ აი ისედაც კარგი ადამიანი ვარ. აი დღეს ჩვენი ქვეყანა დადგა და განსაკუთრებით თქვენ ახალგაზრდები ისეთი პრობლემის წინაშე რომ ოდესღაც არჩეული გზა რომელიც არის ევროპული დემოკრატია ევროპული ქვია თორე სოფლიოა რაშიც ამერიკის კონტინენტი შედის და ასე შემდეგ რომ იქითკენ ვიღაცებს არ უნდათ მათთან ურთიერთობა, ხო? რომ იქ ცუდად მოგვექცევიან. და ამით თქვენ გიზღუდავენ მათთან ურთიერთობას.
რომ მომავალში გქონდეთ და თქვენ აი საპროტესტო აქციაზე რომ გამოდიხართ, გინდათ რომ ჩვენ გქონდეს ევროპასთან ურთიერთობა. ევროპა ხო ცნობიერებაა და ტერიტორიაზე ხო არ არის საუბარი. დააგვირდეთ ახლა აი თქვენ რომ ამბობთ რომ რაში მჭირდება, ამბობთ ნუ კითხვაში იყო ესე, რაში მჭირდება მე ეკლესია თუ ისედაც კარგი ადამიანი ვარ. აი კარგი ადამიანი რო ხარ, ვისაუბროთ ქართველზე. კარგი ადამიანი რო ხარ, ეს სიკარგე, კარგის და ცუდის შეფასების უნარი კონკრეტულად თქვენ და ბევრ ახალგაზრდას და ბევრ თითქმის ყველას აქვს ქრისტიანობიდან. შეფასება, აი რა არის კარგი. როგორი კაცია, კაცი. კაცი როგორი უნდა იყოს. აი როგორი ურთიერთობა გქონდეს გოგოსთან. როგორ უნდა ექცეოდე თანაკურსელს, გოგოს, მეზობელს. აი ეს ყველაფერი შეფასება თქვენი და იმ ახალგაზრდასი, რომელსაც ეკლესიაში არ უვლია. მაგრამ ქართული სული, როგორც მამარდაშვილი ამბობს, ჩამოყალიბებულია, დასტრუქტურებულია, ამ სიტყვას ხმარობს, ქრისტიანულად. ჩვენი შეფასება და კარგი და ცუდის ქრისტიანულია. ეკლესიაში რომ მოდიან თქვენისთან ახალგაზრდები ჩემთან მაგალითად აღსარებაზე, მათ იციან რა არის ცოდვა. საერთოდ რო არ მისულან ისე, ნებისმიერმა იცის რა არის ცოდვა, რა დააშავა და ეს დავაშავე, საიდან იცის? ის ხო არ ყოფილა ეკლესიური, მაგრამ ჩვენი ცნობიერება, ქართული ცნობიერება არის ქრისტიანული. აი ახლა გადავიდეთ დასავლეთთან. რატო გვინდა დასავლეთთან? რატო გონია რომ დასავლეთი კარგია? იმიტომ რომ ისინი ქრისტიანული ცნობიერების არიან, ხო? აი მაგალითად რომ იყოს ის რომ ხელფასი მეტი გვექნება, საჭმელი უკეთესი იქნება, კეთილდღეობა იქნება. ეგ შეიძლება ჩინეთშიც იყოს, ხო? და წავიდე ჩინეთში. ანუ ჩინეთთან გქონდეს ხო ურთიერთობა, მაგრამ არ გვინდა რატო? ამიტომ ის სამართალი არ მოგწონს, ის კომუნისტური სამართალია, რომელიც ჩვენ გქონდა ოდესღაც და რომელიც უარყავით, ხო? იქ არ არის ადამიანის თავისუფლება, იქ არ არის ადამიანის თანასწორობა. იქ არ არის ადამიანი რომ დაბადებით ყველა არის თავისუფალი. ეს არ არის იქ. იქ სხვა ცივილიზაცია. იქ ვიღაცა არის უპირატესი და მას ეკუთვნის და შენ და არ ვიცი ახლა მე კარგად არ ვერკვევი, მაგრამ ვიცი რომ არ არის ისეთი. როგორ ჩაიკითხოთ. და მე საიდან ვიგებ რა არის ეს ქრისტიანული ღირებულებები. აი მაგალითად სკოლაში მე კერძო სკოლაში დავდიოდი და ერთი რაც მქონდა იყო მოძღვრის საათი, რომელიც არ იყო სავალდებულო, იქ ვესწრებოდა, იქ ან თუნდაც ტაძარში ქადაგებებიდან. მაგრამ თქვათ მე არ დავდივარ ტაძარში ქადაგებებს არ ვუსმენ, ან სკოლაში არ მაქვს ამის შესაძლებლობა. ამას გარდა აი ჩემს ცნობიერს აყალიბებს თქვათ ფილმები, რასაც ვუყურებ, ან წიგნები, რასაც ვკითხულობ და მე როგორ გავიგე თუნდაც არაცნობიერად რა იყო ეს ქრისტიანული ღირებულებები. არაცნობიერად არ გაგიგია. შენ გაიგე ღირებულებები, რომელიც არის ქართული. დედამ ხო გაგზარდა. დედა შენი მორწმუნეც რო არ იყოს, მისი ცნობიერება არის ქართული. აი ქართული იდენტობა არის ქრისტიანული. ანუ ქრისტიანული ცნობიერება გვაქვს ჩვენ სხვა ერი არის ქრისტიანობაში ჩვენ ხო ყავს ქართველები, რომლებიც არ იქცევიან ქართულად. აი ის არ ნიშნავს იმას, რომ ის ქართულსაც არ ღვევს. ქრისტიანულს კი არა, ქართულსაც, ხო? ანუ შენ გაიგებ ამას ქრისტიანულს, აი მაგალითად რომ სახარებას აიღებ, თურმე ცოდნია იტყვი. საიდან? ასე გაგზარდეს. გამიგეთ? აი მაგალითად სახარებაში წერია რომ რო ეკითხებიან ცოლის გაშვება არ გაშვებაზე ქრისტეს და მაშინ ძველ აღთქმაში ყავდათ რამოდენიმე ცოლი შეეძლოთ. 4, 5 და ზოგს მეფეებს ბევრი. და ქრისტემ თქვა, არაო, ერთი შექმნაო, ადამსო ერთი შეუქმნაო. დედაკაცად და მამაკაცად შექმნაო. და აქ ამ სიტყვებზეა დამყარებული ის რომ ჩვენ გვაქვს ის რომ ცოლი ერთი უნდა ყავდეს, ხო? ქართველებს. ნუ შეიძლება გაყრა მოხდეს, მაგრამ მაშინაც ერთი უნდა. ერთდროულად ხო არ არის სამი ცოლი.
ანუ შენ ცნობიერებაში ხო არ მოდის, რომ შენ უნდა ყავდეს ერთდროულად 3 ცოლი. არ მოდის ეს. და აი რატო არ მოდის? სინდისია მაშინ, რასაც ამას ხო, აი სინდისი ეგ საინტერესო საკითხია სინდისი. იმიტომ ის რაც მე მეუბნება ეს კარგია თუ ცუდი. აი უბრალოდ დავასრულებ, კი, გეტყვი ხა სინდისზე. დავასრულებ. აი შენ როცა წაიკითხე სახარება, აღმოაჩინე რომ თურმე შენ რას დედამ გითხრა, ბებიამ გითხრა, ეს ქრისტიანული ყოფილა. მიუხედავად იმისა, დედა შეიძლება იყო კონკავშირელი და არ იყო ქრისტიანი. მაგრამ მისი ცნობიერება მაინც დააკვირდით კომუნისტებმაც კი ქრისტიანობაზე ღმერთის გარეშე დაამყარეს თავიანთი ცნობიერება. კომუნისტურ ცნობიერებას რო წაიკითხავ, აი მაგალითად კომუნისტურ თუ ღმერთი არ არსებობს, ხორციელი ტკბობა რატომ უნდა იყოს ცოდვა? იქ ცოდვა იყო, ცოდვა ნუ დანაშაული იყო. და იჭერდნენ. კომუნისტური მასში. ეს ქრისტიანობაზე ჰქონდათ, ანუ კომუნისტებმაც კი ვერ გარდაქმნეს თავიანთი თავი ისე, რომ სრულიად უარი ეთქვათ. ლოზუნგები ჰქონდათ, ვინც არ მუშაობს, იგი არ ჭამს, ვინ ჩემთან არ არის, ჩემი იმპერია. მან ერთი კითხვა მომჭდება კიდე, მე თუ ჩემი სიკარგე ვიცი, იმით რომ საქართველოში დავიბადე და ქრისტიანულ ღირებულებებზე აღვიზარდე. მაშინ აი ჩინეთში დაბადებულმა როგორ იცის თქვათ რა არის სიკარგე? ან მაშინ არ იცის რა არის სიკარგე? თავიანთი იცის, მაგრამ არ არის ქრისტიანული და ამიტომ ჩინეთში დაბადებულთან შენ შეიძლება კარგად იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში ვერ ერგები. აი ჩინეთში რატო არ მივდივართ? იქ საცხოვრებლად მოერგები? სხვა კულტურა აქვს. აი როგორც კი იმათ შეეხები, მაშინ ხვდები რომ შენ განსხვავებული ხარ. იმდენად განსხვავებულს რო დაინახავ. აი მაგალითად ერთმანეთ ხარ ვიცი რამდენად უნდა მოსმენილი მაქვს. აი მაგალითად ჩინეთში არის რომ თუ ვინმე რაღაცა 100 ლარიანი საჩუქარი გაჩუქა შენ 200-იანი თუ აჩუქე წყინს. თუმცა ეს ყოფილი კულტურული სხვაობებია და არა ღირებულებების ნაწილში. ცნობიერება, კულტურა, მოდი ცნობიერებიდან. კულტურა, კულტივაცია არის დამუშავებას ნიშნავს. კულტურა ნიშნავს დამუშავება. აი ადამიანმა რაც დაამუშავა ქართველმა, ის არის ჩვენი კულტურა, რა დაამუშავა, ნუ მიწა, კულტივაციას ეძახიან მიწას, ხო? მიწის კულტივაცია ხდებოდა. აი ასევე ცნობიერი გონების კულტივაცია. აი ჩვენი გონების კულტივაცია, კულტურა ხდება ქრისტეთი. ხდებოდა და ხდება. ენაც ქრისტიანულია. ქრისტეზეა, ჩვენი ენა ხა ამ წუთას ვერ განვიხილო, მაგრამ ენა რო განიხილო, პირდაპირ ქრისტიანობაშია შექმნილი. ამიტომ არის აი ჩვენ და დასავლეთი ერთი ვართ. იმიტომ რომ ისიც ქრისტიანული კულტურაა. ეს იერუსალიმის კულტურაა დასავლეთში, ქრისტეს კულტურაა. და დასავლეთმა უფრო მოახერხა ქრისტეს თანასწორობის შენარჩუნება. აი თანასწორობის, სამართლიანობის. ეხლა ჩვენ დასავლეთში რატო მივილტვით? იმიტომ რომ ჩვენთან არ არის თანასწორობა. სამართალი მაგალითად ოცნებისთვის რაც არის ოცნების მაგალითად შვილისთვის რაც დასაშვებია, ვიღაცა ოცნების მოხელის შვილისთვის რაც დასაშვებია, შენთვის დასაშვები არ არის. შენ გიჭერენ ტროტუარზე დგომის გამო შერჩევით და იმათ იჭერენ, საერთოდ არაფერს არ იჭერენ. რეებს არ აკეთებენ, მაგრამ არ იჭერენ. შერჩევითია. ხო? აი ეს შერჩევითი სამართალი არ არის დასავლური ქრისტიანული კულტურა არ არის. მოეკეცი სხვას ისე როგორც გინდა მოგექცნენ შენ. აქედან ანუ ჩვენი სამართლიანობის მოთხოვნაც ქრისტიანულია. და ხო არის საერთო ღირებულებები, რაზეც მაგალითად ჰუმანიზმი დგას და შეთანხმებულები ვართ, რომ თქვა შერჩევით სამართალი არც ჩინეთს რაც გადავეკიდეთ, სხვა ნებისმიერ ქვეყანაში არ იქნება მიღებული არადასავლურ კულტურაში და მაგალითად ანუ რამდენად განსაზღვრავს კონკრეტული სივრცეები ამ ღირებულებებს. იმიტომ რომ მაგალითად კარგი ადამიანი, თქვა თუ ჩვენ წარმოვიდგენთ როგორი არის კარგი ადამიანი, მე მგონია რომ დავემთხვევით იმის წარმოდგენას როგორი არის ქართველი კარგი ადამიანი და როგორი არის არაბი კარგი ადამიანი მაგალითად. ვერ დაემთხვევი. ვერ დაემთხვევი, იმიტომ რომ სხვა კულტურაა. სხვა კულტურაა, სხვა ცნობიერებაა. მაგალითად აი მრავალი ცოლი რო ყავდეს შენს დას მეხუთე ცოლად მიცემდი ვინმეს? ნუ მე არ გადავწყვეტი ალბათ.
ხო, მაგრამ გაგიხარდებოდა? არა, რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა. გესმის იქ ჩვეულებრივია. თუ ის ბატონმა ისა, ანუ რომ ჩვენი კულტურა, აი, კარგი კაცი, კარგი ადამიანი მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ძალა აქვს და რაღაც. აი, გადაწყვეტილებები, რა მოწონს, როგორ არის. ახლა იქაც არ მოწონთ, ხო? აი, ირანში რა ხდება? ირანში თუ კაცი თავისუფალია. აი, ქრისტიანობაში როგორ არის? რომ ევროპაში ითხოვენ ქალები თანასწორობას, ხო? იმიტომ რომ სადაც მეტია ძალადობა, იქ თანასწორობაზე საუბარი შეუძლებელია და ირანში თუ კაც ამხელა უფლებები აქვს, ხალხს ელემენტარულად სახის გამოჩენის უფლება არ აქვს. აი, სად არის თანასწორობა? საერთოდ და ჩვენი ქრისტიანი ქალები ამბობენ, რომ მეც თანასწორი ვიყო შენს უფლებებთან. იმიტომ რომ ქრისტიანულად უფლებებში კაცი და ქალი თანასწორია. მე მაგალითად მოქმედი კითხვა და რა უფლებაც შენ აი სინდის შეეხე ხო აი სინდის ერთს უთქვამს საინტერესოდ რომ ენათმეცნიერი ეს სემინარიაში ვსწავლობდი მაშინ გითხრა ერთმა პროფესორმა ქართულ ენას სწავლობდა და ეკითხებოდა პროფესორებს სინდისი როგორ არისო ქართულად ხო და ნამუსიო უთქვამთ მაგრამ ნამუსიც ხო სპარსულია თუ არაბულია და სინდისიც ბერძნულია და აღმოჩნდა რომ ქართულად ნუ არ იცოდნენ რა იყო და უთხრეს რომ არა გვაქვს რა სანამ ბერძნები და არაბები შემოვიდნენ სინდისი არ ქონდა თუ იმას უთქვამს აი სინდისი რა არის ძალიან ხშირად ქრისტიანობაში წკი მღვდლები თუ ეპისკოპოსები სინდისს ეძახიან პატარა ღმერთს ეს არ არის სწორი სინდისი არ არის ღმერთი სინდისი არის ბერძნულში შენ თანამხილველს ნიშნავს, მაგრამ ეს არის ქართულად გონება მამხილებელი. გონება რომელიც გამხელს. და გონება როდის გამხელს? როცა რაც მიღებული გაქვს სწორია. იმის საწინააღმდეგოს გააკეთებ. ესე იგი სინდის რჯული რას ნიშნავს? მაგალითად ხო არის რჯულის მქონე ადამიანი და ურჯულო ქართულ სიტყვაში ხო არის ურჯულო და რჯულიერი ანუ რჯულის მქონე რჯული ეს ძველი ქართულია და მოდის სიტყვა სჯა სჯა ნიშნავს აზროვნებას განსჯა გაიაზრო სჯა და სინამდვილეში არის უფალმა ფსალმუნებში წერია ძველ ქართულში არის უფრო ის მოხუცებულთა რჯულიერ მყო მე უფალმა. და ახალ ქართულად არის მოხუცებულებზე უფრო გამსწავლა მე. ანუ რჯული არის ღვთის სიტყვა. ვისაც მიცემული ახლა ქართული ენა და ქართველები ჩვენ რჯულიერ ადამიანს ვეძახეთ იმას, ვისთვისაც ღმერთს თავისი სიტყვა აქვს მიცემული. აი მაგალითად სიტყვის მიცემა რას ნიშნავს? ადამიანს უთხრა ეს არ გააკეთო. ეს სიტყვა მიცა, ხო? აი ჩვენ ქრისტემ რაც გითხრა ხო მიღებული გვაქვს. აი მაგალითად ნათლობის დროს ჩვენ ყველას თქვენ და ყველას სიტყვა გვაქვს დადებული. შეუდგები ქრისტესა? შეუდგები, ამბობ პასუხად, მოსანათლი. ბავშვობაში არ გათქმევინებდნენ, ვერ იტყოდი, მაგრამ მოსანათლი ამას ამბობს, ხო? ანუ სინდისი არის, როცა შენ რჯული ღვთის სიტყვით გამოწორთობილი გონება გააკეთებს იმას, რაც ამ რჯულის საწინააღმდეგოა. აი მაშინ გაწუხებს. ანუ რჯული თუ არა გაქვს, მაშინ გაქვს ბუნებრივი რჯული. იმის წინააღმდეგ რასაც აკეთებ, მაშინ არის კიდევ სინდისი. ანუ სინდისი ღმერთი რო იყოს, ის სხვადასხვანაირი არ იქნებოდა. მაგრამ მაგალითად ისლამის რჯულის ქონეს სხვა რაღაცაში აწუხებს სინდისი. ჩვენ სხვა რაღაცაში. და იმას რაშიც აწუხებს სინდისი, მე არ შემაწუხებს. ანუ სინდისი სუბიექტურია. სინდისი არის დამოკიდებული რჯულზე. არა რჯული, ანუ რაც ვისაუბრეთ, გონება როგორ არის შენი ჩამოყალიბებული, სული გონება როგორ არის ჩამოყალიბებული. რჯულიდან მე რას ვიღებ, ეს აყალიბებს სინდისს. იმიტომ რომ შეიძლება მქონდეს რაღაც რჯული, თქვა ყველაფერს არ ვიზიარებდე. არა, დააკვირდი, ბერძნულ სიტყვაში არის დიკეო. დიკეო არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს სამართალს. და ფილოსოფიური კვლევით ამბობენ, რომ დიკეო ძველ ბერძნულად ნიშნავდა ბილიქს.
და როცა ბერძენი იტყოდა რომ ეს არ არის ჩვენი სამართალი ამბობდა ეს არ არის ჩვენი ბილიკი ანუ ადრე ხო ეროვნული იყო ყველგან ერი იყო რა ერთი ერი ცხოვრობდა იქ და ეს ერი განაგებდა ხო ქალაქ სახელმწიფოები იყო და ასე შემდეგ აი ეს ქალაქ სახელმწიფოები რო იყო იმათ ერთი რჯული ჰქონდათ რაღაცა სწორი თუ არასწორი ერთი რჯული ჰქონდათ ანუ ეს ერთი ბილიკი იყო რომლითაც ეს ერი დადიოდა ანუ შენ როდესაც რა ბილიკითაც მიდის შენი ერი და შენი ერის ცნობიერება იმ მაგალითად რა ბილიკით მიდიოდა ხშირად ვამბობთ ხო მე რა კოსტავა ზვიად გამსახურდია ამბროსი ხელაია თევდორე მღვდელი და ასე შემდეგ ამათ რო ვიხსენებთ რატო აი რა ბილიკითაც რა სამართლითაც უდგებოდა საკითხს ამ მტერს იმით უდგები შენც მაგრამ როცა ამას გადაუხვევ თუ ეს მიღებული გაქვს რომ ეს არის სწორი მაგრამ რო გადაუხვევ აი მაშინ გაწუხებს ინდისი აი წესით მაგალითად იმ პოლიციელებს რომლებიც არიან აი სინდისის პატიმრის მოწმეები რო იყვნენ ცრუ მოწმეები წესის სინდისი მაგრა უნდა აწუხებდეს და ერთმა მითხრა რომ იქ შეიძლება ან ბიბლიაზე დადო ხელი ან კონსტიტუციაზე და თვითონ ირჩევსო და ყველა კონსტიტუციაზე დევსო და ბიბლიაზე არ დებდნენ მაინც ქონდა ის შინაგანი ქეჯნა სინდისის რატო იმიტომ რომ ის ქართველად არის ჩამოყალიბებული გესმით ანუ სინდისი მაშინ გაწუხებს როცა ეს შენი რჯული სწორია თუ არა არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი რჯული სწორია ქრისტიანული მაგრამ იმას ხო აქვს რაღაცა რჯული მიღებული აი ეს ბილიკი ეს რითაც დადის მთელი ეს ჯგუფი ერი აი იმას რო უარყოფ იქ გაწუხებს სინდისი აი ეგ არის სინდისი მაგაზეც მაგერთი კითხვა, სწორად დიდი კითხვა, მაგრამ თან ბევრი მინდა რომ მოვიცვა. აი, რაც თქვით, რომ ჩვენი რჯული არის სწორი და ხა სულ მქონდა ხოლმე ეს განცდა, რომ მაგათ მომას ვკითხავ, მაგრამ შემეუბნებოდა მართლმადიდებლობა, რახან ეს მართლმადიდებლობა ქვია, მაგრამ ეს ცხადი არ არის საკმარისაბუთი იმისთვის, რომ აი თქვათ მე დავიბადე მაგალითად თურქეთში და არ მემიღია მართლმადიდებლობა. მაშინ როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ცხონების გზა გაიაროს? ანუ ეს აბუთფილელივით უნდა მიიღოს ქრისტიანობა იმისთვის, რომ ცხონდეს, თუ შეიძლება საერთოდ არ მქონდეს მე საშუალება, რომ მივიღო მართლმადიდებლობა, ან იმას გავეცნო. აი მან როგორ არის? ანუ ჩვენ გაგვიმართლა, რომ საქართველოში დავიბადეთ და ჭეშმარიტებას ვიზიარებით და თქვა არ გავუმართლა იმას, ვინც ამერიკაში დაიბადა და მართლმადიდებლობა არ მიუღია? გამართლება არის, გეთანხმები, ეს ერთი. მოცემულობა, რასაც ვერ ვაფასებთ. აი მაგალითად დააკვირდი. მოთხოვნა იქნება მეტი. მართლმადიდებლობა რახან მართლმადიდებელი ეკლესიაში მოინათლე და გადარჩები, ეგეთი რამე არ არსებობს. მართლმადიდებლობა არის პიროვნული. შენ უნდა იყო, მართალი უნდა იცოდე და მართალს უნდა ადიდებდე და მართლით უნდა დიდდებოდე. აი მაგალითად არის რომელიც შენ არ მოგეწონება, არც ჩვენს დამწრე გოგონებს მოეწონებათ, იქ ქალი არის კაცის მსახურად გაჩენილი. მოგწონს? არა რა თქმა უნდა. ღმერთი არ არის мама. მე მაქვს ერთ-ერთი მოსმენილი, რომელიც ამბობს, რომ მე რო გავიგეო ქრისტიანებთან, რომ ღმერთს მამას უწოდებდნენო, ძალიან გამიკვირდაო და გამიხარდაო, რომ ის мама არისო. სხვა არის დამოკიდებულება. მონა არა ვარო. მა შვილი ვარო. იცით აი ბიბლია როცა მოსემ დაწერა ხო პირველი, მაგრამ ეს ებრაელებმა იცოდნენ, მაგრამ ის ფარაონი იყო მზის შვილი. ის არ იყო ყველას თანატოლი. ის მზის სამომავა მზის შვილად ითვლებოდა. და ტყუილი იყო რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. და ბიბლია ამბობს, რომ ადამი და ევა შექმნა. და ყველა თეთრია, შავია, წვრილთვალება, მსხვილთვალება, ყველა ერთი შვილია, ადამის შვილია. ეს გვაქვს ჩვენ მიღებული. მაგრამ ვიღაცებს სხვა აქვს მიღებული. ის სხვათა შორის ესეც როგორი რაღაცა არის, იცით, რომ აი ქართულ სინამდვილეში საკუთარის არ დაფასება, აი ჩვენ რო ჩვენ მართლმადიდებლობას არ ვაფასებთ. აი ჩვენი მეფეები ისტორიაში გამოდის არავინ არ იყო ქართველი. ისტორიას თუ დაუჯერებ, ქართველი არავინ არ იყო.
იყო ის სპარსი იყო გორგასალი, შემდეგი დინასტია იყო ებრაელები დავით მეფის თავმომავალი და მერე სხვა დინასტია არცხოვლია და ეს ტყუილია რა თქმა უნდა არც იყო სპარსი და არც ეს იყო მაგრამ აი ერს მონური ფსიქოლოგია როცა აქვს ის ერი ეს ყველას გააჩნია ეს ჩვენ ხშირად დაპრობილები ვიყავით და აი ჩემისთან არ არის ის აი მაშინ სპარსეთი იყო ისეთი სახელოვანი რა ანუ დამპრობელიერი იყო და ძლიერები იყვნენ და სპარსი იყო და ქართველი არა ანუ ქართველი რო გამეფდეს და იქ უკვე ქრისტიანობა იყო მიღებული და აი შენ ხარ დავითის შთამომავალი ხო? არავითარი დავითის შთამომავალი არ იყო. მაგრამ აი დავითი იყო ქრისტიანობიდან, დავითი იყო ითვლებოდა ქრისტეს წინაპრად და თითქოს ბაგრატიონები იყვნენ დავითის შთამომავლები. ეს ყველას გააჩნია ეგეთი ისა, მაგრამ ბიბლია ესე არ ამბობს. ბიბლია არის ერთი ერის, აი მაგალითად მაკედონელი იყო მის შვილი ნაპოლე რა ერქვა მაგათ თაებას ფილიპემო იმაში ჩაიხედა მამამ ჭუჭრუტანაში თვალი ქონდა დაკარგული ჭუჭრუტანაში ჩაიხედაო და დაინახაო როგორ ავიდაო გველიო მის იმაზე და ცოლზე და დააორსულა მათი ღვთაებაა სახელი დამავიწყდა თუ გამახსენდა მე ვიტყვი და მის შვილად და მე ომში რომ მიდიოდა დედამ უთხრა ყურში რომ შენ ხომ იცი ვისი შვილი ხარ და სინამდვილეში ფილიპემო თვალიო ომში დაკარგაო და არავითარ ჭუჭრუტანაში არ უყურებდა ეს ადამიანებს გააჩნიათ მაგრამ ბიბლია სხვას ამბობს აი ეს რჯული მაგალითად რომელიც ჩვენ გვაქვს მართალი რჯული რას ნიშნავს აი ელემენტარულია ხო ეს რომ ჩვენ ყველა ერთის შვილი ვართ ეს ბიბლიურია ეს რჯული მაგრამ რომელიც ბიბლიური არ არის ამას არ ცნობს იქ უკვე კასტებია მაგრამ შეიძლება ცხონდეს ადამიანი რომელიც მართლა აი ცხონება არის გადარჩენა ხო მე ვიტყვი ერთ რაღაცას მე არ ვიცი ვინ გადარჩება მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ გადარჩება ის ვინც ქრისტეს მიიღებს ღმერთად ვინც თუნდაც ბოლო წუთს თავის სიცოცხლის ბოლო წუთს ქრისტეს აღიარებს იმიტომ რომ აი როგორ არის შეიძლება გათფეს ადამიანი რომელსაც მზე არასოდეს არ მოხვდება ვერ გათბება ხო? ყინულოვანში მე. მაგრამ მე თუ ყველაზე ქრისტიანული რაღაც გავაკეთე, აი მაგალითად მებრძოლი ვარ და სხვის ნაცვლად გავწირე სიცოცხლე. მაგრამ არასდროს არ მქონია შეხება მართლმადიდებლობასთან. ხო. მაშინ არის ეს გადარჩენის გზა? შენ თუ მებრძოლი ხარ და სხვის ნაცვლად გაწირე სიცოცხლე, ეს იყო მოტივირებული რაღაცით. სამშობლო მიყვარს. მაგრამ არა იმიტომ რომ ქრისტე მიყვარს თქვა, იმიტომ რომ არც ვიცი ქრისტე. ხო და დააკვირდი აი მაგალითად ვისაც სამშობლო უყვარს და სამშობლოც გულისთვის რო ხვდება ყველა კი არ გადარჩება ქრისტეში ანუ ეს კი არ არის გადამჩენი ქრისტეს მიღებაა გადამჩენი ქრისტე თუ არ მიიღე თუ არ აღიარე მაშინ ვერ მიიღებ და თუ შენ კაცს მოყვარე ხარ დიდი შანსი გაქვს რომ მიიღო ქრისტე და ყველას ეძლევა შანსი რომ ქრისტე მიიღოს ამ სამყაროში ამ სამყაროში ყველას არ ეძლევა და მაშინ რითი განირჩევა რომ მე საქართველოს დავიბადე და მეტი ალბათობა მაქვს ქრისტე მივიღო და ვიღაც დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. დააკვირდი ეს ამით წინაპარიც უნდა დავაფასოთ, მაგრამ ის ალბათობა რომ შენ უფრო მეტი გაქვს. მოთხოვნაც მეტი გექნება. პასუხისმგებლობა. და იმას ექნება ნაკლები. და შეიძლება იმით გადარჩეს, შენ რას თქვი. თავი რო გაწირა. იმით გადაარჩინოს ქრისტემ. მაგრამ ქრისტემ უნდა გადაარჩინოს. ანუ აბადოროთეს აქ ეგეთი საინტერესო რომ ორი ტყუპი დაიბადა ერთი და ორივე გაყიდეს ერთი იყიდა მონაზონმა მეორე იყიდა მრუშმა დედაკაცმა და ორივემ გაზარდა ერთმა მორწმუნედ გაზარდა მეორემ თავის იმაში წაიყვანა და იქ გაზარდა იმ საქმისთვის ხო და სვანს კითხავს ორივეს ერთნაირად მოიკითხება ორივე ტყუპი იყო ორივე სხვადასხვა იმან გაზარდა და სხვადასხვა საქმესთვის
ორივე ერთნაირად არ მოეკითხება. აქ არის ისა გადარჩენის საშუალება და იქაც როგორია. ესმით იმ რჯულშიც იმ ქრისტე არ გაუგია, მაგრამ იქაც რამდენად პატიოსანია იმ ფორმაში. აი მის მიხედვით ეძლევა შანსი. მან ერთ ბიბლიური მონაკვეთიც მახსოვს, როცა ღმერთი მისცემს, არ მახსოვს სიტყვა რა არის კონკრეტულად, სხვადასხვა რაოდენობის იმას დაურიგებს, რომ გაამრავლოთ. ტალანტი, ხო. დიახ, და იმის მიხედვით უნდა გაამრავლო, რამდენიც მოგეცა. კი ბატონო. სხვა კითხვაზე გადავალ, მაშინ ამაზეც ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ მინდა რომ სხვა რაღაც მოვიცვა. რაც ძალიან მაინტერესებს და განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს. რომ აი ქრისტიანობის ფუნდამენტური ღირებულებები შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სიყვარული, სხვისი შეწყალება, ჩაგრულის გვერდით დგომა, თანასწორობა. დღეს რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელობაში შეიძლება კითხვა ცოტა ისეთი არის, გარკვეულწილად პროვოკაციული, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. აი მაგალითად, რამდენად არის თანასწორობა დღეს ქრისტიანობაში დაცული. იმიტომ რომ როცა ვუყურებთ ქალს და მამაკაცს ეკლესიურად მათი უფლებები მაგალითად ხო არიან აი ვთქვათ მამები და დედები აშკარად განსხვავებულია რომ მაგალითად საკურთხეველში მამაკაცებს აქვს შესრულს უფლება ანახსარებას მამებს ვაბარებთ აი აქ რამდენად არის თანასწორობა როგორც ასეთი ქალის და მამაკაცის თავად ეკლესიის წიაღში დაცული თანასწორობა არ ნიშნავს ერთი და იგივე მოვალეობის აღსრულებას. თანასწორობა მაგას არ ნიშნავს. აი როგორი რა შანსი ნიშნავს. ხო, არა, დააკვირდი ფიზიკური რო ვთქვათ, თანასწორობას არ ანიჭებენ მაგალითად რაღაც სიმძიმის აღებაში ქალსა და კაცს, ხო, ფიზიკურად. იმიტომ რომ კაცი მეტს აწევს და ის ყოველთვის დაიჩაგრება. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ხო, მაგრამ სრულყოფილი კაცი და სრულყოფილი ქალი მაგ სპორტში სრულყოფილი ვერასოდეს ვერ შეიჯიბრება. სპორტს რაც შეეხება. ქალი კაცს. იმიტომ რომ ის კაციც მოუგებს. ახლა ვიღაცა მოჭიდავე ქალმა შეიძლება კინჩი მომტეხოს მე, მაგრამ ის მოჭიდავე კაცს ვერ მომტეხავს კინჩს. ხო და იგივე ხდება მოვალეობებში. დააკვირდი ხა ჩვენ უბრალოდ დღეს მოდლობა გონია პატივი გახდა. გონია კი რა გახდა პატივი. თუ მღვდელი ხარ, თუ ეპისკოპოსი ხარ, ხო საქართველოს რო ავიღოთ, ეპისკოპოსი თუ ხარ იქ გიჩოქებენ, ფულით შენია, პატივით შენია, მთავრობასთან ურთიერთობა შენია, რაც არ უნდა ჩაიდინო არ გიჭერენ. პატივი გცემენ და ეს რომ ეს თუ არის ეპისკოპოსობა და ეს თუ არის ისა, მაშინ პირველ ქალი უნდა აკუთხო. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ უნდა გადავხედოთ ქრისტიანობას ისეთს, როგორიც ის იყო. დაგვირდი ქრისტე ჯვარს რო ეცვა, ახსოვდა დედა და უთხრა თავის მოწაფეს. აჰა დედა შენიო, ანუ წაიყვანე და მოუარეო, არ მოკლანო. არ დაანებო არავის წაიყვანე მოუარე. დააკვირდე მღვდლობა იყო სიკვდილზე წასვლა. აი პავლე მოციქულს ცემდნენ ციხეში სვამდნენ ქრისტეს გადაგების გამო და როგორ ფიქრობ ახლა ქალი გაეშვა თან საქმეზე? არა. აი ნუ ქართველები ახლა ქალები ზომობენ, მაგრამ უკრაინაშიც რა ქალს წინა ხაზზე უსვებენ და უკან მიყვებიან კაცები? მაგრამ ჩვენ ყავს წამებული ქალები. კი, წამებული სხვა არის. მე ვამბობ აი ომში, ხო? წინა ხაზზე რო დააყენო ქალები და შენ უკან გაყვე, რამდენად ღირსეული იქნება საქციელი? არ იქნება საქციელი ღირსეული. იმიტომ რომ ის თუ ომობს, უკან უნდა გეხმარებოდეს რომ ტერმა შენი ქალი ტყვედ არ წაიყვანოს და ეს არ დახრიტონ და კიდევ შეურაცხყოფები არ მიაყენონ, ხო? კაცს ვალდებულება აქვს ესეთი. მღვდლობაც ესეთია. აი მღვდლობა არ არის პატივი. პატივად მიიღეს. აღსარება არ არის პატივი. აი სხვისით მე ყველაზე მეტად აღსარების მიღებები მიჭირს, როცა ადამიანი ანუ არა ვერ მოვყვები, თორე აი ახალგაზრდა გოგონას ისეთი რაღაცა დამართა და ისეთ აღსარებას მეუბნება და ანუ იმდენად მძიმეა ეს ყველაფერი. ესმით ქალიც ვერ გაუძლებს მაგას. ძალიან რთული, ვერ გამოდის თანაგრძნობიდან.
ქალს უფრო მეტი თანაგზნობა აქვს ვიდრე კაცს. კაც შეუძლია ცოტა ახლოს არ მიიღოს, გონებით განიხილოს, მაგრამ ტირილი არ დაიწყოს, ხო? აი ქალს ეს არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ თუ ჩავთვლით რომ გლობა პატივია, მაშინ ქალი იჩაგრება ეკლესიაში. მაგრამ თუ ჩავთვლით და ვიქნებით ისეთი მღვდელი, ვინც მართალია მუდმივად დევნილიაო, პავლე მოციქული რო ამბობს. აი ამ შემთხვევაში ქალის დაცვა მას რომ არ აკურთხებენ. ეპისკოპოსად და მღვდლად. ერთ კითხვასაც დაგისვამთ, რომელიც ასევე ებმის ამას. ქრისტიანობა, რასაც გვეუბნება და ქადაგებს, არის რომ ჩვენ და რაღაცები დავითმინოთ. ერთგვარად თავთან მქონდეს ბრძოლა, რომ რაღაცები გსურს რომ გავაკეთოთ, მაგრამ არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამას ეკლესია მიიჩნევს ცოდვად. მე მაგალითად ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა ისეთი რაღაც, რომ შენ თავს არ ეჭიდავო. ანუ რაღაცები ისე არ დააძალო, რომ გააკეთო. საკითხი ის არ გულისხმობა დილ თუ ადრე უნდა ავდგე და რაც ეხლა ძილი მინდა და ძილი გავაგრძელო. მაგრამ აი ის რაც ბუნებრივად შეიძლება ჩემი თავი მე წინააღმდეგ იყოდეს რომ ეს გავაკეთო, ამაში მასთან ესე კონფლიქტში არ შევიდე და ვაცალო მას. ან აი მეორე მხრივ ეხლა ეს ხაზი რომ გავაგრძელო, ვთქვათ, მე რაღაცები მინდა რომ ვცადო იმისთვის რომ გავიგო. თუ მე მუდმივ დათმენაში უნდა ვიყო. ან საბოლოოდ რომ ჩემი კითხვა დავსვა არის ეს, რომ ქრისტიანობა არის თუ არა ტანჯვა. და მე თუ უნდა მოვითმინო რაღაცები ჩემ თავს ავგრძალო, რაღაცები არ გავაკეთო, პირად სიამოვნებებზე ვთქვა უარი. მე შემიძლია ვიპოვო ბედნიერება იმაში, რომ ჩემ თავთან რაღაც ერთგვარი ბრძოლა მქონდეს. დაგვერდი, ქრისტიანობა არის თუ არა ტანჯვა. ანუ ტანჯვაში იგულისხმება რაღაცა სურვილების უარყოფა. ძალიან პირდაპირ დავსვი ეს კითხვა რა. სურვილების უარყოფა, ხო, მაგალითად. და ეს ტანჯავს ადამიანს. ეს იგულისხმება. დაგვირდი. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე გვაქვს უარი სათქმელი, რაც პირს მოწონს. მაგრამ კუჭს არ მოსწონს. მაგალითად საჭმელი. რაც ძალიან გემრიელია, ანუ წარე გვიყვარს, ან ტკბილი გვიყვარს. გვავნოს. და ექიმი გიგზალავს ამას. და ეხლა ექიმმა რო გითხრას, აი ძალიან დიაბეტი მე მაგალითად და მე ვედი ექიმთან და მეუბნები რომ ტკბილები მიყვარს და როცა ტკბილს არ ვჭამ ვიტანჯები. და გასინჯა და 500 მაქვს შაქარი. და მეუბნება ექიმი, საკუთარ თავს არ დააძალო, აი მოგინდება ჭამე, მეტყვის? არ გეტყვი. არ მეტყვის, ხო? რას ამბობ, გაეკეცი მეტყვის. ამიტომ ცნება ეკლესია გრძალავს, ეს არასწორია. ეკლესია კი არ გრძალავს. დააკვირდით ღმერთმა რომ მიცამ ცნება რომ ამას შეჭამ და მოკვდები არ უთქვამს არ ჭამო. არა, ეგ არ უთქვამს. უბრალოდ შედეგი უთხრა. ამას შეჭამ მოკვდები. ცოცხალი ხარ ახლა. ამას შეჭამ მოკვდები. დედა გეუბნება რომ შვილო ცხელ წყალში არ ჩაყო ხელი. პატარა ხარ. გიგზალავს ამას. ეს აგრძალული გაქვს შენ ფიზიკურად, ხორციელად. ცხელ წყალში გახურებული რკინის ხელში აღება შენს ხორცს აქვს აგრძალული, იმიტომ რომ ბუნება გაგვაჩნია ესეთი. წვავს ის. იმას აქვს წვის ბუნება. შენ გაქვს ეს ხელი გეწვება. ამიტომ დედა რო ამას არ გაკეთებინებს უსკულზე მიდიხარ მაგალითად და უნდა გადახტე და დედამ დაგიჭირა. და შენ იძახი რომ მე სიამოვნება მინდოდა, გაფრენა მინდოდა, დედა რატო არ გამიშვი, რატომ ტანჯავ? ის გეუბნება შვილო დაიმსხრევი, მოკვდები, მინდა რომ გაიზარდო, იცოცხლო. გიგზალავს ამას? არა. ანუ დედა გამცნობს შენ რა არის შენი ბუნებისთვის აკრძალული. ეკლესიაც იგივეს აკეთებს. ეკლესია თუ თავისას ასწავლის, ის წვილია. ქრისტესას ასწავლის. ის კლავს სულს. ესმის? ის კლავს სულს. არა მარტო ცოდვა. არამედ სიკეთის არ გაკეთებაც, კლავს სულს. დააკვირდი ეს ახარებაში წერია ქრისტემ მოყვა. ეს არის ბუნება ადამიანის. იყო ერთი მდიდარი, რომელიც კარგად ჭამდა, კარგად სვამდა, ნადიმობდა, ნადიმობა ნიშნავს სუფრებს შლიდა, მარტო თვითონ კი არ ჭამდა. ანუ პატიჟობდა თავისთავად დიდრებს და ყოველდღიურად ქეიფობდა, დღევანდელი იმით რომ ვთქვათ რა, თავისნაირ ხალხთან. ლაზარე გარეთ იწვა.
შიოდა და იმ სუფრიდან ბევრი ნარჩენები გაქონდა და ყრიდნენ. ძაღლებიც იმიტომ იყო. საერთოდ ძველად ესე იყო, სანაგვეყუთები არ იყო, ყველა დიდარ ოჯახებს სადღაც მოშორებით წინ ქონდათ სადაც ამ ნარჩენებს ყრიდნენ და მე ცხოველები ჭამდნენ. იქ იწვა ლაზარე და ის როდის გამოიტანენო ნარჩენებსო და იმას არ აქცევდა ყურადღებას რომ მოკვდა ენა ეწოდაო ცეცხლში ქრისტე ამბობს ენა ეწოდაო და აბრამს უთხრაო ლაზარე მომივლინე დამეხმაროსო აი რატო ეწოდა ენა რითაც კმებოდა იმით იტანჯებოდა და წყალი ეგონა რომ ჩაუქრობდა იქ ხო ხორცი არ ქონდა სული იყო სულს როგორ დაეხმარებოდა წყალი ხო ვერ შველს შანსი არ არის სული რამე წყალით ჩააქრო ის სულიერი ცეცხლი და ჩვენ როგორ უნდა ვიქცნოთ სული რო გტკივა ხო აი დააკვირდი ანუ ის მდიდარი იქაც მდიდარი ეგონა თავი იმ მდიდარს იქ ეგონა რომ როგორც აქ წყალი შველოდა ისე იქაც წყალი უშველი და მისი წარმოსახვები იყო ხორცი და სულზე არ უფიქრია ამიტომ არის დავით მეფე ამბობს რომ ცოდვილიო დაუწყებსო იმ ქვეყნა თავის ცოდვას ძებნას და რო ვერ იპოვის შეწუხდება ანუ ჩვენი ბუნება არის ისეთი რომ ჩვენი ხორცი უნდა მოკვდეს სული უნდა დარჩეს მარტო და როცა შენ მე და ვინც არ უნდა იყოს შეჩვეული ვართ ხორციელ ტკბობას ისიც ვერ გადარჩება რაც არ უნდა კანონიერი იყოს ეს უნდა მარტო და სულზე არ უზრუნია და სულს ამნუ თუ არა მე ამ ქვეყნად ვერ გავიგებ ესე იგი რასაც მე ვაკეთებ როგორ არა მე როგორ შეიძლება ეგ გავიგო როგორ შეიძლება გაიგო და მე ვნებ თუ არა ჩემს სულს მაგალითად იმიტომ რომ არ მტკივა ვთქვათ როგორც ხორცი შეიძლება მეტკინოს ცოტა ესეთი ფსიქოლოგიური საკითხია დააკვირდი შენ თავში ვისაუბრეთ რომ ჯულზე შენ არ გეტკინება თუ ჯული არიც თუ ჯულიც შანსი არ არის არ გეტკინოს გეტკინება და ეს თუ დაემართა ადამიანს რომ სული არ ტკივა მიუხედავად მაშინ მკვდარია და მკვდარს არ ტკივა სული და თუ ტკივა და რაღაცები გაწუხებს ეს ინდისი გაწუხებს მაშინ ცოცხალი ხარ ამით ცნობს სიცოცხლეს მაშინ მკვდარია სული როცა მას არაფერი არ აწუხებს ფსიქოლოგმა რო გითხრა რომ საკუთარ თავს არ აუგზალო და არ ეჭიდაო ხო არ ეჭიდაო ესეც აი ფსიქოლოგია და მოდელი ერთმანეთი და იგივე გონია და ეს არასწორია ფსიქოლოგის სულ სხვა არის მოდელი სულ სხვა არის ფსიქოლოგის სულ ფსიხე სულს არ ნიშნავს ფსიხე ნიშნავს სამშვინველს სამშვინველს ნიშნავს ის სამშვინველის კურნალები არიან სულის კურნალები არ არიან და ფსიქოლოგსა და მოდელს შორის რა სხვაობაა აი მაგალითად მოდელი მე და ნებისმიერი ამბობს რომ ადამიანი არის დაცემული თუ ჩვენ ბიბლია არ გვეცოდინება საიდან უნდა მივხვდეთ რომ აი მეცნიერება ვერასოდეს ვერ მიხვდება ადამიანი დაცემულია თუ ჩავთვლით რომ დარვინის თეორია სწორია და ჩვენ ვართ მაიმუნებიდან ადამიანებად დამდგარები დაცემულები კი არ სრულყოფილები ვართ ხო აი ნიშე ეძახდა მაგალითად შუადღის ადამიანს და სრულყოფილი ზეკაცი იყო შუადღის ადამიანი ანუ ჯერ არ არის სრულყოფილი ანუ მივდივარ სრულყოფილებისკენ დღევანდელ ადამიანს შუა ადამიანს ეძახდა და ქრისტიანობა ამბობს რომ ადამი ღმერთი იყო და დაეცა ეს ქრისტიანობა არის რომ ამბობს რომ დაცემულები ვართ თორე თუ ქრისტიანობა ანუ ბიბლია თუ არ იქნება ჩვენ არ გვეცოდინება რომ დაცემულები ვართ და მე რადგან ვიცი რომ დაცემული ვარ ვიცი რომ ქრისტე მოვიდა სრულყოფილი ერთადერთია ქრისტე და აი ეს სრულყოფილი რას ნიშნავს იცით რომ აი ჩვენ არანორმალურს ვეძახით ვინც მიღებული ნორმის დაბლაა ხო ზოგადოებასთან ურთიერთობა არ შეუძლია ჩხუბობს კლავს ისა და ესეთები მიყვარს ნუ საგიჟეთი თუ რაც ქვია სამყოფოში ხო ნორმიდან დავარდნილი ეხლა თქვათ სამი ნორმა ადამიანის ნორმა სხვა იყო ის უკვდავი იყო და მოკვდავი გახდა ჩვენ ვიბადებით მოკვდავები და ვიცით რომ დაბადებიდან სადღაც მოკვდებით რომ ვიღაცა მეთხანს ხოროს ვიღაცა ნაკლებს მაგრამ ვიცით მოსჯილი გვაქვს სიკვდილი და
არსებობს კიდე ნორმა, აი ამ ნორმალურად ავართ და ამ ნორმის დაბლა დაცემული, რომელსაც გიშს ვეძახით, ხო, სიტყვაზე ესა. სხვა ტერმინი არსებობს ახლა, მაგრამ არ მახსოვს, ხო და ქრისტე მოვიდა და გვითხრა, როგორ გავხდეთ ნორმა, როგორ გავხდეთ ისევ ღმერთი, როგორ დამკვიდრდეთ ჩვენში სული და როგორ განმივხვდოთ. აი როგორც პეტრე ზღვაზე დადიოდა. ხო? ანუ აღადგინა ადამიანი, დაცემული ადამიანი. ეს იგივეა, რომ საგრძეში შეიყვანო ნორმალური ადამიანი, ნორმალური, ჩვეულებრივი, დღევანდელი ნორმალური და უთხრა, რომ აი ამ კაცს დააკვირდით, ეს როგორც აზროვნებს, როგორც ჭამს, როგორც სვამს, როგორც ისა, ისე გააკეთეთ. აი ეს გვითხრა ქრისტე და ეხლა შენ, რომელიც ნორმალური ახალგაზრდა ხარ, რომ მოდიხარ ჩემთან, მღვდელთან. მე გეუბნები შენ ნორმიდან ჩამოვარდნილი ხარ, დაცემული ხარ. და მე ამ ნორმიდან, რომელიც ნორმად არის, დღეს მიჩნეული, უნდა აგამაღლო იმ ნორმამდე, რომელიც ქრისტემ მოიტანა. ესმით? და ფსიქოლოგს ეს არ ევალება. ფსიქოლოგის პაციენტი არის ის, ვინც ჩვენი ნორმიდან დავარდება. და მისი მოვალეობა ისევ ამ ნორმაზე მოიყვანოს და ჩვეულებრივად შეძლოს ურთიერთობა დედასთან, მამასთან, დასთან, მეზობელთან. აი რაც ნორმად მიგვაჩვენია ჩვენ, აი ეს რო შეძლოს, ეს არის ფსიქოლოგის მოვალეობა, მაგრამ ის გადამჩენელი არ არის. აი ჩვეულებრივად ნორმალური ადამიანი ჩვეულებრივად ცხოვრობდეს და ღმერთი არ ასწამდეს და საერთოდ არც უფიქრია, როგორც აი მდიდარი, ის არანორმალური არ იყო. მდიდარი იყო, კარგად ჭამდა, კარგად სვამდა, კარგად იცმევდა, ბისონებს იცმევდა რაღაც სასაული წინვალი შესამოსელებს. მაგრამ მოკდა და წავიდა ჯოჯოხი, ჩამას ამბობს მღვდელი. აი ესე რო იცხოვრებ უდარდელად ვერ გადარჩები. მღვდელი ამას ამბობს და ფსიქოლოგი მაგას ვერ ეტყვის, რომ შენ საკუთარ თავს არ ეწინააღმდეგო, როცა გინდა ილხინე გეტყვის. ესმით? ეს სხვაობა. უბრალოდ სხვა არ დააზიანო. სხვაობა ეგ არის ქრისტიანობასა და ფსიქოლოგს, მღვდელსა და ფსიქოლოგს შორის. ქრისტეს სწავლების შეცვლა ატოვა შეიძლება კიდე ვიცით, რომ ქრისტე არის ღმერთკაცი, განკაცებული ღმერთი. ჩვენ ვართ და ვიქნებით გამხრთობილი კაცები. და ის არის განკაცებული, ანუ კაცად მოსული ღმერთი და მან თქვა და მისი შეცვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ის ერთადერთია. ის არის მარადისობიდან მოსული ღმერთი და მარადიული თქვა მან ოდითგანვე ჩვენ როცა არ ვიყავით, მაშინაც იცოდა, რომ ჩვენ ახლა არ დავждდებოდით და ამ თემაზე ვისაუბრებთ. ეგ იცოდა ქრისტე. ღმერთმა. ანუ იმ ღმერთმა, რომელიც განკაცდა, რომელმაც კაცი შეიმოსა. ამიტომ მისი სიტყვის შეცვლა არ შეიძლება. მე ვამბობ მის სწავლებას და არაჩევსას. ამიტომ მე რო ვთქვა, რომ კი ყველაფერი კარგად იქნება, ეგ ქრისტემ უნდა თქვას, რომ მე კი არა. მაინც არ ეშველება. არავის. მე რომც დავუშვა, კი და კაცო რა პრობლემა. ქრისტე უშვებს, რომ ჩვენ ამას უნდა ვარკვევდეთ. ქრისტესთან როგორ არის? და არა ის ეკლესია რას ამბობს, ან ეს ეკლესია რას ამბობს, ან ის ეკლესია რა. არა, ქრისტე რას ამბობს. როგორ არის ეს ქრისტეს წინაშე? ამიტომ ეს გაარკვიონ, იმეგობრონ ქრისტესთან. იკითხონ ქრისტე. ყველაფერს აუხსნეს. ქრისტეს შვილები არიან. მადლობა, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს გადაცემა ალბათ იქნება რაღაც ხელშემწყობი სხვებისთვისაც, რომ ეს ფიქრის პროცესი დაიწყოს და რაღაცების გარკვევის. მე მომეწონა ის, რომ ჩვენ შორის არ იყო რაღაც დიახ, მამაო, სწორი ხარ და დიახ, მამაო, ეს არის და დიახ, ეს მე არ მიყვარს. არ მეთანხმებოდი რაღაცებში, მე რა მეც შეიძლება არ დაგეთანხმო, მაგრამ ჩვენ დიალოგი თანხმობაში კი არ არის. დიალოგი არის, რომ მე გამოვთქვა შენ გამოთქვა შენი და ვიღაცებიც არ დაგვეთანხმებიან, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვიღაცები დაგვეთანხმებიან. ვიღაცებს მოვეწონებით, ვიღაცებს არ მოვეწონებით, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ ის, როგორ არის ამაზე ქრისტიანობა, რას ამბობს, ქრისტე რას ამბობს და რა ვიცი თუ ვინმე
მიიღებს ქრისტეს სწავლებას, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა გამოადგება.